სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. სოტერიოლოგია სწავლება ეკლესიისა სულის ხონების შესახებ არის უპირველესი და უმთავრესი სწავლება ჩვენი დედა მართლმადიდებელი ეკლესიისა. ყველაფერი რაც ეკლესიაში ხდება სწავლება როგორც დოგმატური, კანონიკური ემსახურება ერთ რამეს, ადამიანის სულის გადარჩენას, ცხონებას. ამდენად, როდესაც ჩვენ ხედავთ საშიშროებას, რომ ადამიანებს რაღაც უხეში ძალები, ვიღაც, ხალხი, რომელსაც სულ სხვა მისწრაფებები აქვს, სულ სხვა მიზნები აქვს, უპირისპირდებიან და ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაიღუპოს სულიერად, უნებრივია, რომ ეკლესიას არ აქვს უფლება დუმილის. ასეთ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და ასევე ერის ადამიანებიც უნდა გამოთქვამდნენ არა მარტო თავის აზრს და პოზიციას ისე როგორც ეკლესია ასწავლის, არამედ უნდა იბრძოდნენ ეკლესიის სწავლების დასაცავად, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადარჩეს, არ წარწმუნდეს სულიერად. კანონები, რომელიც მიღებულია ჩვენს ქვეყანაში და გულისხმობ უპირველეს ყოვლისა ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომლის შესახებაც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრია, არის აუცილებლად გასაუხმებელი. თუ ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ სახელმწიფოებრიობა, ასეთ შემთხვევაში ეს კანონი უნდა გაუქმდეს. ცნება გენდერის შესახებ ეს არის დამღუპველი და წარწმენდელი სწავლება არა ერთი ერისათვის. და ძალიან ბევრმა ერმა უკვე თავის თავზე იგემა ეს საშინელება. ნადგურდება ერები. და განსაკუთრებით ეს ხდება სკანდინავიის ქვეყნებში. მიზანმიმართულად ერთი ხელის მძლავრი, ასე ვთქვათ, ამას სოფლის მძლავრი ხელის მიერ ხდება ერების განადგურება. ამ საშიშროების წინაშე ვდგევართ დღეს ჩვენც, ქართველი ერი. ვინაიდან მივიღეთ ეს დამღუპველი კანონი. ყველა ის პოლიტიკოსი, რომელმაც ხელი მოაწერა ამ კანონის მიღებას, არის დამნაშავე. არა მარტო საკუთარი სინდისის და ღმრთის წინაშე, არამედ საკუთარი ერის წინაშე. მე მინდა პირდაპირ განვაცხადო, კანონები, რომელიც მიუღებელია სულიერი თვალსაზრისით, დამღუპველი ადამიანისა, ჩვენს მიერ იქნება მიუღებელი და ყოველთვის დაგმობილი. არასდროს არ დავემორჩილებით ამ კანონებს. თუნდაც ციხეში გაგვიშვა, თუნდაც გვაწამ უნდა გვდევნო. ამ კანონის მიღებას მოხდა კანონი იუვენალური იუსტიციის შესახებ, რომელიც ასევე კატასტროფაა, რადგანაც ოჯახში იჭრებიან, ბავშვებს ართმევენ ოჯახებს. რაღაც სულიერული გაუგებარი მიზეზებით. ამის შესახებაც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრია და ამიტომ არ მინდა რომ ეს დეტალურად ასე გამსაზღვრო ახლა კიდევ და დრო დავკარგოთ ამ თემაზე, იმიტომ რომ სასაუბრო კიდევ ბევრი გვაქვს. ართმევენ ბავშვებს და აშულებენ სხვებზე. და ის, ვინც იშვილებს, იღებს უზარმაზარ თანხას.
უზარმაზარ თანხას. ესეც ევროპული გამოცდილებიდან არის ცნობილი და ლიბერალური ინტელიგენციის მიერ მიღებული და მოწონებული. ბავშვებს წყვიტავენ ფესვებს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალ თაობებს უჯიშოს ზრდიან და აქცევენ, მათ აღარც სამშობლო იციან, აღარც ოჯახი, არც საკუთარი წინაპრები. აი ასე ცდილობენ გადააგვარონ ადამიანები. შემთხვევითი არ არის, რომ გენდერის უპირველესი დანიშნულება ეს არის, რომ აღარ არსებობდეს სქესი. ცოტა ხანში ჩვენთანაც თუ ჩვენ ასე მიუშვით ეს საკითხი, აღარ დაუძახებენ ბიჭს მამრობითი სქესის წარმომადგენელს და გოგონას დედრობითი სქესის წარმომადგენელს. არამედ დაუძახებენ ერთ რამეს, გენდერს. რუსულად ეს უფრო ადვილად გასაგებია. on, ანა, აღარ იარსებებს. იქნება ანო. საშუალო სქესი. აი ეს არის გენდერი. ამ საშიშრობის წინაშე ვდგავართ მთელი ერი დღეს ჩვენ. მით უფრო რომ მზადება, ხო იცით, ვისაუბრეთ ამის შესახებაც, უკვე სექსუალური აღზრდის შემოტანა ჩვენ სკოლებში და ბავშვების მასიური გარყვნა. ამას რა მოყვება? არ გაუშვებთ ბავშვებს, შვილებს წაგვართმევენ. იმიტომ რომ არსებობს იუვენალური იუსტიციის კანონი. თურმე ჩვენ ვარღვევთ ბავშვების უფლებებს სკოლაში არ უშვებთ, აქედან გამომდინარე ვისჯებით. ბავშვებს გვართმევენ, ჩვენ გვიჭერენ. ან გვაჯარიმებთ. აი ეს კანონები მოქმედებს ევროპაში. ძალიან მარტივად ხსნი მე ამას ყველაფერს, იმიტომ რომ ყველასთვის გასაგები იყოს. და ჩვენ ასეთ კანონებს ვაფრთხილებთ კიდევ ამ ხელისუფლებას. არასდროს არ დავემორჩილებ. და ეხლა წაგიკითხავთ ღირსი მამის იუსტინე პოპოვიჩის სიტყვას, რომელიც ეხება სწორედ ეკლესიის დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ. მორჩილება ჯერ არც ღმრთისა უფრო ის ვიდრე კაცთაი. ეს სწავლება არის მართლმადიდებელი ეკლესიის სული და გული, მისი მთავარი, ყოვლის მომცველი ხარება, რითაც და რისთვისაც ცხოვრობს ეკლესია. სწორედ ამ სწავლებაშია ეკლესიის უკვდავება და სრულყოფილება, მისი წმინდა დოგმატების და კანონთა არსი. ამიტომ ეს მისი უმთავრესი პრინციპია, საზომია და სიწმინდეა. ამდენად სრულიად დაუშვებელია და არაფრის ფასად არ შეიძლება რომ ეკლესიამ ამ საკითხში რაიმე დაუთმოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ბოროტ ძალას, მით უმეტეს ეკლესიის აშკარა მტრებს, რომლებიც ყოველი ღონით ცდილობენ მის განადგურებას. ღმრთის მორჩილება, რომ უფრო გვმართებს ვინმე ადამიანებისა, ეს მართლმადიდებელი ეკლესიის უცილობელი და მარადიული წესგანგებაა, რომლითაც იგი პასუხს სცემდა ეკლესიის პირველ მდევნელებს და დღესაც პასუხობს ყოველი ჯურის მდევნელს, ვინემ ქვეყნის აღსასრულამდე. მორჩილება ჯერ არც ღმრთისა, უფრო ის ვიდრე კაცთაი. ეს არის პასუხი ეკლესიის ყოველი დროის, ყოველი სახის მდევნელთა მიმართ, ვინემ საშინდელ სამსჯავრომდე. ეკლესიისათვის პირველი მუდამ არის ღმერთი და შემდეგ ადამიანი. ამიტომ ადამიანებს მანამ უნდა ვემორჩილებოდეთ, სანამ ისინი ღმერთს და საღმრთოს ჯულს არ ეწინააღმდეგებიან. მაგრამ როდესაც ადამიანები ღმრთის და საღმრთოს ჯულის წინააღმდეგ ილაშქრებენ, მაშინ ეკლესია მათ
უნდა დაუპირისპირდეს. და თუ ასე არ მოიქცევა, მაშ როგორ გადარჩება ის ეკლესია? ანდა მისი წარმომადგენლები მოციქულთა მემკვიდრეებად. ასე დროს ეგრეთ წოდებული საეკლესიო ეკონომია, შემსწავლებლობა, თავის მართლება სხვა არაფერია, თუ არა ღმერთის და ეკლესიის ფარული გაცემა. ამგვარი ეკონომია მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს ეკლესიის ღალატია. ეკლესია არის მარადისობა დროჟამში, წუთის სოფელში. ეს ქვეყანა ცვალებადია, ხოლო ეკლესია უცვლელი. ეკლესიის მარადიული საღმრთო ჭეშმარიტება, საღმრთო სახარება და მორწმუნეთა საცხოვნებელად მისი მარადიული საშუალებებიც უცვლელია, რადგან უცვალებელია უფალი იესო ქრისტე, რომელიც თავად ქმნის ეკლესიას ასეთად და მარადიულია მისი სახარებისეული ჭეშმარიტებაც. იესო ქრისტე გუშინდა დღეს და იგივე უკუნისამდე. ეკლესიის მიერ მარადიულ დროში იმყოფება, რათა მისი დროჟამი იკურთხოს მარადიულ შერწყას და მას გაუსროს. ეკლესია კი არ უნდა ერგებოდეს დროს, არამედ პირიქით, უფრო მეტად დრო უნდა ერგებოდეს ეკლესიას, ვითარცა მარადილს. დროის სულისკვეთება ეკლესიაზე უნდა ორიენტირებდეს, რადგან ეკლესია არის მარადიული, ღმერთ კაცებრივი სულის მატარებელი. ეკლესია არის მარაწმინდა, მარაცამოციქულო, მარაცაყოველთაო და ღმრთაებრივი. ამიტომ იგი არასოდეს არ გაწირავს მარადილს დროებითზე, ღვთაებრივს ადამიანურზე, ზეციურს მიწიერზე. ეკლესია დროის სულისკვეთებას არასოდეს არ ერგება, პირიქით, მან უნდა შეუწყოს დრო მარადისობას, დროებითი მარადილს და ადამიანური მეთკაცობრივს. ეკლესიის მარადიული გზა ამ ქვეყანაზე გაივლის. პირველ ყოვლისა ღმერთი და შემდეგ ადამიანი, რაითა იყოს იგი თავადი უფალი იესო ქრისტე, ყოველსაშინა თავარი. ხელისუფლება არის ღმერთისაგან. ფასეულობათა იერარქია და წესრიგის იერარქიაც ღვთისმიერია. ამიტომ ხელისუფლებას უნდა ვემორჩილებოდეთ ვითარცა ამ ქვეყნად ღვთივმონიჭებული წესრიგის მარეგულირებელს და მცველს. სხვაგანად ყველაფერს ქაოსი და ანარქია მოიცავდა, მაგრამ ხელისუფლების მორჩილება მანამ გვმართებს, სანამ ისინი ქვეყნად ღვთაებრივ წესრიგს იცავენ. სანამ ისინი ღმერთის სამსახურში არიან, სანამ ხელისუფლებას მახვილი ბოროტების დასასჯელად და სიკეთის დასაცავად უყრია. მაგრამ როდესაც ხელისუფლება საღვთო სიკეთის მდევნელი ხდება, როდესაც ხელისუფლება ყოვლად სიკეთის უფალ იესო ქრისტეს და მისი ეკლესიის მდევნელი ხდება, მაშინ ასეთი ხელისუფლების არც მორჩილება და არც ყური ხდება არ შეიძლება. ასეთ ხელისუფლებას ქრისტიანი უნდა ებრძოდეს და უნდა იბრძოდეს სწორედ სახარებისეული საშუალებებით. არაფრით არ შეიძლება, რომ ქრისტიანი ღმერთზე უმეტესად ადამიანს ემორჩილებოდეს. მით უფრო ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჭეშმარიტი ღმერთის და მისი სახარების მოწინააღმდეგები არიან. თუმც კი ხელისუფლება ღვთისაგანაა, მაგრამ როდესაც ხელისუფლება ღმერთს განუდგება და მის წინააღმდეგ გაილაშქრებს, მაშინ იგი მოძალადედ იქცევა, რითაც კარგავს ღვთაებრიობას და ეშმაკისეულად იქცევა. მასადამე ჩვენ ქრისტიანებმა ხელისუფლების საიდუმლოც ვიცით და ძალადობის საიდუმლოც. ხელისუფლება ღმრთისაგან კურთხეულია, ყველაფერი რაც ღმრთისაგან არის კურთხეულია, ხოლო როდესაც მას ბოროტად იყენებენ, იგი ეშმაკისაგან არის ღვთაებრივის ბოროტად გამოყენება. აი ეს არის
სრულიად ეშმაკი და ეშმაკეული სამყარო, რომელიც ადამიანსაც მოიცავს. როდესაც ხელისუფლება ღმერთს ემყარება, მაშინ ღვთისმფარველობაშია და ღმერთთან იმყოფება. იგი ღმრთის მიერია და ღმრთი უკურთხეულია, ხოლო როდესაც ხელისუფლება ღმერთს განუდგება, იგი ძალადობად გადაიქცევა და ამით ღვთის მოწინააღმდეგეა, ეშმაკის ძალაუფლებას დაუმორჩილებს თავს. ასეთი ხელისუფლების ბუნებასა და ფასეულობებზე სახარებისეული წმინდა მოციქულთა და მამათმიერი მართლმადიდებლური მოძღვრება ასეთია: ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და უცოდველი მოძღვრება ხელისუფლების შესახებ. ასეთია იგი დასაბამიდან ვინმე დღეს აქამდე და უკუნითი უკუნისამდე. ამას მოწმობს ყველა წმინდა მოციქული, ყველა წმინდა მამა, ყველა მოწამე, წმინდა პირველმოწამე სტეფანიდან მოყოლებული დღემდე, ახალ მოწამეთა ჩათვლით. მოწამეები, რომლებიც უფალ იესო ქრისტესათვის ეწამნენ, ამ ქვეყნიერმა ღვთისმგმობელმა ხელისუფლებმა აწამეს ხელისუფალთაგან წამებულ დევნილ და ტანჯულ წმინდანთა რიცხვი მილიონობითაა. ისინი წმინდანი არიან და უკვდავნი, რამე თუ მათ დაამოწმეს ღმერთკაცებრივი ჭეშმარიტება, რომ ქრისტიანებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ ამ ქვეყნიური ხელისუფლების მყრობელი მეფეების ხელისუფლების საერო თუ სასულიერო მთავრობების უღმერთო და ღვთისმგმობელ ბრძანებებს და სულ ერთია ვინ და სად იქნებიან ეს ხელისუფალნი. ყოველი წმინდა მოწამე, ქრისტეს სარწმუნოების ყოველი წმინდა აღმსარებელი ცოცხალი განსახიერება და უკვდავი ხარება მართლმადიდებელი ეკლესიის. ყოვლა წმინდა სახარების ამ სწავლების მორჩილებაი ჯერ არც ღმრთისა, უფრო ვიდრე კაცთა. ყოველი მათგანი, ყოველი გონებით, ყოველი ძალით და ყოველი გულით იცავდა ამ სწავლებას და სწორედ ამიტომ აწამებდა და კლავდა საუკუნეთა მანძილზე მათ ღვთისმბრძოლი ხელისუფალნი. ასეთია მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრება ხელისუფლების მიმართ, ეკლესიის დამოკიდებულებაზე. ეს არის გზა და ჭეშმარიტება ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულთაგან დღემდე და ამ ქვეყნიური ცხოვრების აღსასრულამდე. ამიტომ ამ სწავლების ხარჯზე არც არაფრის დათმობა და არც კომპრომისი, არავის თვითმსოფლიო კრებასაც არ ხელეწიფება. ღმერთმა მისცეს ყოველ ხელისუფალს გონება, რათა გაითავისოს ეს სწავლება. ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფალნი ფიქრობდნენ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე, ჩვენ ხალხზე, ჩვენ შვილებზე, თუ ჩვენ მომავალი თაობა არ გვეყოლება, აღარ გვეყოლება ხალხი და აღარ ვიქნებით საერთოდ, როგორც ასეთი ერი, რომელსაც საქართველო ქვია. ღმერთმა დაგვუცოთ და